Thank you, Mr. Gillan. Mr. Gillan, დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის, რადგან წარმომიდგენია რა ხდება ახლა ეკრანებთან. მე შევხვდი კიდეც თქვენს გულშემატკივრებს, რომლებსაც ძალიან უყვარხართ. ჯერ კიდევ ძველი დროიდან აგროვებდნენ თქვენს ალბომებს, იჭერდნენ რადიო სიგნალს, რომ თქვენთვის მოესმინათ, რაც ძალიან რთული იყო მაშინ. ერთად იკრიბებოდნენ და თქვენს ახალ სიმღერას ელოდებოდნენ. თქვენმა გავლენამ ბევრი მუსიკოსიც გამოზარდა, თუმცა ასევე გვახსოვს თქვენი თბილისური ქორწილიც. ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას ბრონის გარდაცვალების გამო. ის ყველას გვახსოვს ულამაზეს ქართულ საქორწინო კაბაში და თქვენი წყვილიც მაშინვე შეგვიყვარდა. მგონია, რომ ამ დღის შემდეგ თქვენი და ქართველების განსაკუთრებული ურთიერთობაც დაიწყო. ინტერვიუებში ორივე ყოველთვის ძალიან თბილად მოიხსენიებდით ქართველებს და საინტერესოა რატომ, რით დაგამახსოვრდათ ჩვენი ხალხი. Well, once I said of a place როცა ვამბობ, რომ ეს ჩემი სულიერი სამშობლოა, ეს იმიტომ, რომ რაღაც ხდება ისეთი, რასაც არ ეღი. მოულოდნელად, უცხო ხალხი ისე მიგიღებს, რომ თავს საოცრად ამაღლებულად გრძნობ და თითქოს მათი ნაწილი ხდები. ამიტომაცაა, რომ თავს ძალიან ქართველად გრძნობ და მაშინაც კი, როცა ბრონი აღარაა ჩემ გვერდით. ჩვენ ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მოგონება საქართველო იყო. და ახლაც, როცა ისევ აქ ვარ საქართველოში, ბრონიც ჩემთან ერთადაა და ბედნიერია. მე ვნახე ბრონის ძველ ინტერვიუ, სადაც ის ემოციურად იხსენებს თბილისური ქორწილის დეტალებს და პირადად თქვენთვის რა იყო ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი? ნამდვილი სიგიჟე იყო. ყველაფერი ერთმანეთის მიყოლებით ხდებოდა, ემოციებით სავსე დღე იყო. მახსოვს, როგორ მოვიდა ბრონი და მითხრა, რომ ქორწილში ჩვენს წაყვანას ცხენებით და ეტლით აპირებდნენ. ეგონა, რომ ეს ძალიან მშვიდი სადა პროცესი იქნებოდა და უცებ აღმოჩნდა, რომ შუა თბილისში ეტლით მოუქრივართ ცხენოსნებთან ერთად. ფაეტონის ზემოდან კაცი შამპანურს ასხამს. საოცრება იყო. ეს ჩემი საყვარელი მომენტია. შემდეგ, როცა ქორწინების სასახლეში შევედით, ბიჭები დოლზე უკრავდნენ. მერე გალერეიდან გუნდმა დაიწყო სიმღერა. საოცარი იყო. თავად ცერემონიაც ძალიან უბრალო, მაგრამ საოცრად ლამაზი. სანამ კონცერტი დაიწყებოდა, ქართული ანსამბლი მოვიდა. მოსამზადებელ ოთახში ვიყავით. და იქვე გადაწყდა, რომ ჩემო კარგო ქვეყანამ შეგვესრულებინა. ცოტა ვივარჯიშეთ და როცა პირველი სტროფი ავიღე, დარბაზი თითქოს აფეთქდა. ძალიან ძლიერი ემოცია იყო. ეს დავიწყარი მოგონებები, ქართველების იუმორი, სითბო. ისე ვიყავით, როგორც ძველი მეგობრები. მთელი კვირა უამრავ ქართულ სუფრაზე ვიყავი. და დღესაც ამ ინტერვიუს დაწყებამდე მე ისევ შევხვდი ჩემს ქართველ მამას და მის ოჯახს. ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ვიცი, რომ ბატონ ჯემალ ბაღაშვილს გულისხმობთ. ერთგვარი ხორცილივით ჩატარდა ხორცილის რიტუალი და ამ შემთხვევაში მე ხელის მომკიდის პოზიციაში აღმოჩნდი, ხოლო მამაჩემ სერგომ მნიშვნელოვანი პოზიცია, ის არამხოლოდ თამადობდა ამ ყველაფერს. როლი შეითავსა მამაჩემმა ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, პატარძლის მამის, ვისთანაც ხელისათხოვნელად მოვიდა იანგილანი. მოიხმარ სავსე დარბაზში, თქვენო მას კარგად არიცნობთ, ასე უთხრა იანგილანმა. He's my Georgian dad. I think there was some regulation. დიახ, წესი იყო ასეთი, რომ ქორწილის შემდგარიყო. მან ბრონის მამის როლი შეასრულა. თუმცა რამდენიმე ჭიქის შემდეგ ვინ ვისი მამა იყო აღარც გვახსოვდა, რადგან ყველანი ერთ დიდ ოჯახად ვიქეცი. თქვენ ამბობდით, რომ საქართველოში მიღებული ემოციები სწორედ თქვენ ცხოვრების რთულ მომენტში დაგეხმარათ. რას გულისხმობდით ამაში? მუსიკის სამყაროში ყოველთვისაა სიძნელეები, ისევე როგორც ცხოვრებაში. მე და ბრონი ერთად გავდიოდით ცხოვრების სირთულეებს, რომელთან შეჯახებაც გვიწევდა. ბრონთან შეხვედრა საუკეთესო რამ იყო ჩემს ცხოვრებაში, თითქოს მოულოდნელად ყველაფერი მშვენიერი გახდა. შემდეგ გოგონა შეგვეძინა. არ ვქონდა ოჯახისთვის საკმარისი შემოსავალი. ჩემი მენეჯერი კვირაში 70 ფუნტს მიხდი და ქირისთვის. და ერთხელაც რამდენიმე თვეში ბრონი რაღაც საბუთებს ავსებდა და ერთ ადგილას თავის საქმიანობას ეკითხებოდნენ. მან კი დიდი ასოებით ჩაწერა. დიასახლისი და თქვა, საუკეთესო საქმე ჩემს ცხოვრებაში. საოცარი იყო. ის თავს ბედნიერად გრძნობდა ჩვენს პატარა გუნდში, რომელსაც ჩვენი ოჯახი ერქვა.
ის ჩემთვის სახლში მყუდრო გარემოს ქმნიდა, მშვიდ და საიმედო ადგილს, სადაც სითბოს და სიყვარულს ვგრძნობდი. ეს ძალიან ღირებული რამ იყო ჩემთვის, რადგან როგორც მუსიკოსს მუდმივად მოგზაურობა მიწევდა. მას კი კარგად ესმოდა ჩემი, რადგან იყო ბენდის წევრი, პროფესიონალი მუსიკოსი. ეს 24 საათიანი სამუშაო და პასუხისმგებლობაა. ახლა უკვე გასაგებია, როგორ შეძალით 50 წლიანი თანაცხოვრება, რაც საკმაოდ იშვიათია როკ ვარსკვლავების ცხოვრებაში. ერთ ინტერვიუში ასეთ რამეს ამბობთ: არავინ გასწავლის, როგორ უნდა გაუმკლავდე წარმატებას. არის კი წარმატება ისეთი რამ, რასაც გამკლავება სჭირდება და თქვენ როგორ მოახერხეთ ეს? შეიძლება ითქვას, რომ თავი გავიტანე. უცნაურად ჟღერს, როცა როკ-ენ-როლ მუსიკოსი ასეთ რამეს ამბობ, მაგრამ თუ სწორი ღირებულებები გაქვს, დიდება ვეღარ გაგიტაცებს. მე ძალიან მოგრძალებული ღირებულებებით გავიზარდე. მშობლები პასუხისმგებლობას მაღალ ფასს ადებდნენ და მასწავლიდნენ, როგორ უნდა მეცხოვრა. როცა Deep Purple-ს შევუერთდით, საუკეთესო რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. თუმცა მეორე მხრივ მუსიკის ინდუსტრიის უზარმაზარ სამყაროში შევაბიჯე, რომელიც ოჯახური მეგობრული გარემოსგან განსხვავდებოდა. ეს დიდი ბიზნესი იყო, თავისი მკაცრი წესებით. როცა ახალგაზრდა ხარ, რთულია, როცა მოულოდნელად დაუნდობელ სამყაროს ეჯახები. შემდეგ ამასთან გამკლავებას სწავლობ და ხვდები, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ შენს ცხოვრებაში შენი მუსიკაა და ის ადამიანები, ვისთან ერთადაც მას ქმნი. სხვათა შორის მე და რიჩი ბლეკმორი ისევ შევხვდით ერთმანეთს. მეილები გავცვალეთ და მიმოწერა გვაქვს. ასე რომ ყველაფერი კარგადაა. თქვენი ცხოვრების ამ გადმოსახედიდან როგორ ფიქრობთ? კმაყოფილი ხართ განვლილი გზით? თუ არის რამე, რასაც შეცვლიდით? მთლიანობაში დიახ, კმაყოფილი ვარ. რას შევცვლიდი? ალბათ ერთ-ორ რამეს, რასაც ალბათ არ გავაკეთებდი ან არ ვიტყოდი. ალბათ ასეთი მომენტი ყველას გქონია. ყველაზე დიდ სიამოვნებას ახლა წერა მანიჭებს. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი ნაწილი გახდა. როგორ ფიქრობთ, შეიძლება მომავალში კიდევ ველოდოთ Deep Purple-ს ან თავად Ian Gillan-ს საქართველოში? ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. მომავალში რა იქნება არასოდეს ვიცი, მაგრამ დიდი სიამოვნებით. ჩვენც ყოველთვის სიამოვნებით დაგელოდებით საქართველოში. ჩვენ თქვენთვის მცირე ვიდეო გზავნილი მოვამზადეთ თქვენი გულშემატკივრებისგან. მახსოვს რომ ჩემო უფროსმა ძმამ თქვა ერთხელ ბებია ჩემს ეუბნება რომ დღეს კლასის შარაფი უნდა მოეწყოს და მოვიდა მთელი კლასი და ჩართეს ფაერბოლი ის პატარა ბაბინა მახსოვს რა დამემართა ნუ ალბათ ვიყავი 7 წლის აი იმის მერე ლიფტის ხმით რო იწ მახსოვს ეს ყველაფერი ამპეისი შევიდა და მოკლედ აი იქ გადატრიალდა ტვინი გონება საუკუნის ხმები რო ჩამოთვალო ერთ-ერთი არის Ian Gillan-ი და მართლაც გამორჩეული რეგისტრის რა მე რომ მოვისმინე იესო ქრისტეს სუპერვარსკვლავში Ian Gillan-ი ეს იყო რა ვიცი სასწაული რა დღემდე მაჟრიალებს ხოლმე რო ვისმენ და ხშირად ვისმენ Ian Gillan-ს პირველ რიგში თავის ხელწერა აქვს როგორც ნებისმიერ კარგ ვოკალისტს ანუ Ian Gillan-ის ხელწერას აღმოიცნობ როგორც თუგინც 60-იან წლებში ნამღერი რაღაც სიმღერით ისევე დღეს Deep Purple-თან აქვს ანუ უდიდეს პატივისცემა პირველ რიგში და მიუხედავად იმის რომ ერთი 15 წელი გავიდა შეიძლება მეტი რაც პირველად მოვისმინე დღემდე მაქვს ახტაცება Deep Purple შეუძლია თაობები გაზარდოს და ნებისმიერი ასაკის მსმენელისთვის სასურველი ჯგუფი იყოს ყოველთვის Ian შენ ხარ უდიდესი მომღერალი ყველა დროის როკ მუსიკის. Ian Gillan, ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ თავის დროზე შენ შემოიჭერი ჩვენს ცხოვრებაში, პირადად ჩემს ცხოვრებაში და გამითბე სული. პირადად Ian Gillan-ს უსურველები დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ფანების გულის გასახარად. Gillan, სანამ შენ იქნები ცოცხალი,
სცენაზე უნდა იყო. მადლობა რასაც აკეთებს და კიდევ დიდხანს გააკეთოს ყველაფერი. მისტერ გილა ძალიან მიყვარხართ და რაც არ უნდა დრო გავიდეს ჩემთვის იქნებით ისევ ის ახალგაზრდა და ძალიან მაგარი მომღერალი რა. It's amazing. რას ეტყოდით მათ? სწორედ ასეთი სითბო მაგრძნობინებს თავს ძალიან მოკრძალებულად. ჩვენ ყველანი ერთნი ვართ, უბრალოდ მე სხვა პროფესია მაქვს, რომელიც ადამიანებთან მაკავშირებს. ფანებთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ისტორიას მოგიყვებით. ჩემს ერთ-ერთ პირველ ტურნეზე სპრინგსფილდთან ერთად ვიყავი. ნახსოვს, რომ პერფორმანსებს შორის თელ შუადღეს თავის ოთახში ატარებდა და ფანებს წერილებზე პასუხობდა. საოცარი მიკვირდა. ნუ თუ ყველას პასუხობ მეთქი. და მაშინ გავაცნობიერე რა მნიშვნელოვანი იყვნენ გულშემატკივრები ჩვენს ცხოვრებაში. თავიდან ფანები არ ყავდა, ნელ-ნელა გაჩნდნენ და ერთგულად დარჩნენ ჩვენს ცხოვრებაში. ისინი შენს გვერდით არიან ყოველთვის, რთულ და ბედნიერ წუთებში. მაგრამ მეორე მხრივ, ისევე როგორც მენეჯერები, სტუდიები, ისინიც გვეუბნებიან ჩვენგან რა სურთ. და მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის ვაიგნორებდი მათ, რადგან სხვანაირად ჩვენ ვერ ვიქნებოდით ის, ვინც ვართ სინამდვილეში. ყოველთვის ისეთ მუსიკას ვქმნიდით, რომელიც ჩვენი გულიდან მოდიოდა და გვსიამოვნებდა. შემდეგ კი მუხლებზე ვდგებოდით და ლოცულობდით, რომ ფანებს მოსწონებოდა. ისინი ყოველთვის სიმართლეს გეუბნებიან, კარგსაც და ცუდსაც. მათი წყალობით ხვდები სათხარ სინამდვილეში. და ვფიქრობ, მთელ იმ ინდუსტრიაში ეს ყველაზე გულწრფელი ნაწილია. ახლა ვხვდები რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო, რის გამოც ამ დრომდე სცენაზე დგახართ. ალბათ ის, რომ თქვენ ხართ საკუთარი თავი. და ესეც ისევ და ისევ ფანებისთვის. რა უცნაური არა, მაგრამ ასეა. დიდი მადლობა მისტერ გილან ინტერვიუსთვის. დიდი მადლობა, ძალიან ვისიამოვნე. ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო.